მშობელი. გინახავთ ზეცა დამაღლებული მაცხოვარი. მე ვნახე მთაზე, ღრუბლებში გახვეული, როგორ მოეფარა თვალს. გინახავთ როგორია ღვთის სისხლით გათხრილი ჯვარი. მე ვნახე ასე მილორსმული ქრისტე. საკუთარი ხელებით შევიგრძენი მისი სისხლის სითბო. ეს თვალები უყურებდა ცაზე შეკრებილ შავ ღრუბლებს, ეს გული კამკალებდა მიწისძვრისას. გინახავთ როგორ აგლიჭეს წვერი მესიას. მე ვუსმენდი მის კვინვას, ვუყურებდი როგორ ტოვებდნენ მის ბეჭებზე ცოდვილანა ბეჭდს. მოვისმინე როგორ აირჩია ყველამ ბარაბა, არ დააყოვნეს და იყვირეს ერთხმად ჯვარსაცვით. მთელი ღამე გაატარა ლოცვაში, გულში მახვილის დარტყმის ხმა და ღალატის გემო ჰქონია იუდას კოცნას. ფეხები სათითაოდ დაჰბანა ყველას, საკუთარი სისხლის შეასვა მოღალატეს. როგორ ყვიროდა ხალხი ოსანას, პალმის რტოებით შეეგება ყველა მესიას. ისამჩნევდა ქვრივის ორლეპტას, იცავდა მამის სამლოცველო სახლს. მას ესმოდა ბარტიმეოსის სახელი, ის იყო ბავშვებთან მოთამაშე ღმერთი. ფერისცვალება ახილვინა უბრალო მეთევზეებს, განკურნა ეშმაკეულნი, აალაპარაკა მუნჯნი, ხეიბარ ციარული შეაცლებინა, ისრულა ხალხი შიმშილზე. ქარიშხალს სიტყვით აწყნარებდა, წყალზე მოაფიჭებდა მშვიდად, რუშებთან და მებაშეებთან ჭამდა. მეთევზეებს მოუწოდა ტბასთან. ქორწილში წყალი ღვინოდა ქცია. სულ 12 წლის იყო, როცა ტაძარში რჯულის მცოდნეებს ესაუბრებოდა. ნაზარეთში გაიზარდა, ღვთის სული იყო მასთან. მისი შობისას კი ყველა მიხილა, კაშკაშა ვარსკვლავი იქ, იმ ბაგაში სამყაროს მეფე იბადებოდა. ანგელოზმა მაუწყა, რომ ჩემგან მოევლინებოდა სამყაროს. ერთ დღეს ჩემს მუცელში მყოფმა ტანჯვის გავლით სხვათა გულებში დაიდო ბინა. თქვენიც არ გინახავთ, არ შეხებიხართ, ხელით არ მოგისინჯავთ, მაგრამ იცნობთ, თქვენ გამო თავი გაწირა. მან დაგიხსნათ, მარადილ სამკვიდრებლად ამოგირჩიათ, თქვენში იშვა, თქვენში რჩება, სავანეს გიმზადებთ და სამუდამოდ მისი ოჯახი იქნებით. მე მარიამი ვარ, ღვთის მშობელი, თქვენ კი